გახლავთ მეგობრებო, როგორც უკვე იცით, ეს გადაცემა სუფრაა. მე გახლავართ შევზარეული ზურავ ეშაგური. დღეს ჩვენ ვამზადებთ კალმახს დაფილავებულს ბროწეულის соуსში. ბროწეულის соуსისთვის ჩვენ დაგჭირდება ხახვი, კამა, ზეთი. ამას მოვიყვანთ ცოტა ქვაბში, პატარა ქვაბში. მე შემდეგ პროცედურას ემატება კონიაკი, უკიდებთ ცეცხლს, კონიაკი რო ჩაიწვება, მე ვუმატებთ ბროწეულს. სწვეს, ვაძლევთ პირპირს მარილს და უმატებთ კრახმალს. ოდნავ სისქისთვის. მოდი ახლა გადავიდეთ მზადების პროცესზე. ჩვენ უკვე მოვჭით კალმახის დაფილავებას. ვიღებთ შავნას და გადაგვაქვს კალმახი. პირველ რიგში ჩვენ შავნაზე ვასხავთ ზეთს. დაახლოებით 100 გრამს და გადაგვაქვს კალმახი. თუმცა ვაყრით შავ პირპირს. შევდოთ ღუმელში და დავაყენოთ ღუმელი 150 გრადუსზე. დრო დაახლოებით უნდა 15 წუთი. ვიდრე კალმახი ღუმელშია, ჩვენ დავიწყოთ ბროწეულის соуსის მომზადება. უნდა მოვხიშოთ. გამოიტანოთ თავის გემოები. ეს რომ მოიფიშება, შემდეგ დავამატებთ კონიაკს. ინგრედიენტები უკვე მოითუშა. ამას ახლა ჩავასხავთ კონიაკი, სადღაც 50 გრამი. სანამ სისხლიანია, ეს უნდა ჩაქვდეს. და მე ვასხავთ ბროწეულის წვენს. ვიდრე კონიაკის ცეცხლი უკიდია, სანამ მოვა იმ პროცესში, რომ ალი დაიკლებს, მე ვასხავთ ბროწეულის წვენს. უკვე ხედავთ, რომ ალი აღარ აქვს კონიაკს და ჩავასხავთ ბროწეულის წვენს.
ბროწეულის წვენი დავასხით ჩვენ და დასჭირდა 1 ლიტრა, 50 გრამი კონიაკი, თეთრი ხახვი, კამა, ლიმონი. ჩვენ შემდეგ კრახმალს გავხსნით, კრახმალს გავუკეთებთ, ცოტა სისქერო მისცეს და მივცემთ პირპილს და მარილს და соусიც მზად იქნება. ამას ხომაშიც კალმახის გამზადდება და განახებთ თეფსზე გაფორმებით соусთან ერთად. ნაიდუბოს სადღაც 3 წუთი ინგრედიენტების დამატების მერე ვწურავთ და უკეთებთ კრახმალს. დავუკლოთ ცოტა დუბილის ტემპერატურას და შემდეგ წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი კრახმალი ჩავასხათ. და ქვავს ურიოთ. შეგვიძლია დავასრულეთ соусის მომზადება და დროა გადავიღოთ საწულში. ჩვენ მივიღეთ ბროწეული соусის ესეთი ბასა. ეს დაახლოებით იმ 6 თევზსაც ეყოფა და უფრო მეტის გაკეთებად შენახოთ შეგიძლიათ ამ соусის ჩვეულებრივად ძლებს მაცივარში შეინახავთ ჩვეულებრივად. კალმახი შეწვა უკვე დასრულდა ხომელში და ჩვენ უკვე უნდა გამოვიღოთ ჟარუმით კალმახი. დავასრულეთ ბროწეულის соусის მომზადება, კალმახის მომზადება და ვიწყებთ თეფშის გაფორმებას. გვიძლია დავასხათ ბროწეულის соусს. მეგობრებო, ჩვენ უკვე დავასრულეთ დაფილავებული კალმახი ბროწეულის соусში და გამოიყურება შემდეგნაირად.